და ესეთი სვანური კერძები მოვიტანე გოგოებო, სუფრა უნდა გაგიშალოთ, ნუ იტყვი. 5 წუთი მინდა ზუსტად. შერე გითხარი. დედა ის ამბავი თუ გაიგეთ, ხერხეული ზუსტ გოგო რო გათხოვილა, ისეთ ბიჭს გაყვათურმე ღმერთმა ყოლა დაიპაროს. უი ჯვარი გწერია, ინგა ის ძალიან კაი ღვინო გაქისე მიყვარს. გუშინ საღამოს ჩვენი მეზობლის გოგო მოაცილა ვიღაცა მანქანი დღამის 11 საათზე, უბრალოდ ვერ დავინახე ხა ვისი გოგო იყო, მაგრამ შეყვარებულია აშკარად. ეგ მე ვიყავი ფიქრიედეიდა, სამსახურის მანქანით მომიყვანეს სახლში გუშინ და მძღოლიც უნდა გენახეთ, მივხვდებოდი რომ 73 წლის თენგიზით ჩემი შეყვარებული ვერ იქნება. ხო, ინგა საიდან მოიტანი აბა ეს სვანური კერძები, გაგვიმხილე? საიდუმლოდ ვინახავდი, მაგრამ გეტყვი. ერთი ძალიან კარგი ადგილია დადიანზე, გადასასვლელ ხიდან რო არის პარი, ხო იცი, სანამ ხოდა დოლზე აუხვევ. აი მაქს პარის ქვემოთ რო კიბეები ჩადის, მანდ არის გახსნილი სვანური გემო არაჩვეულებრივი. ნახე რა კუბდატია უკვე. კუბდატი ძალიან კარგი იყო, არ მქონდა აქამდე გასინჯული. ნუ ახლა კუბდარი ხო რა თქმა უნდა. შენ ეგ სვანური ლობიანი გასინჯე, სულგუნი აქვს შიგნით, არაჩვეულებრივი და მე რეჭახრაკინა უნდა დავჭრა ახლა და ესეც გაგასინჯო. ვაიმე, კიდე რა ხერა ქონდათ? უყურე. სვანური ტაფლი. რა ვიცი, ნიგოზი, თხილი და ნუში და ყველაფერია, ჩიგნით ომარიკოს უყვარს ძალიან, ხო? კი, ომარიკოს ძალიან უყვარს. წინა ბაგიდანაც მარტო თხილები და ნიგოზები ამოჭამა. არც ერთი აღარ იყო დაჩენილი. უნდა მეთქვა. დილაობით რო აკითხავს ხოლმე ჩვენი მეზობლის გოგოს სულ ერთ და იგივე მანქანა. დაკვირვებულები ხართ? კი, ფიქრიედეიდე და ეგეც მე ვარ და მძღოლიც თენგიზია. აშკარად შევჟუჟუნდი, ჩემი წასვლის დროა. ჯე ვასოს მივყვებით ბავშვები ფეხბურთზე სანზონაში. ხო, დამირეკა დედამისმა და მითხრა. თამაში აქ ვასოს და გულშემატკივრებად მიყავს თურმე ესენი, ჩერჩეტები. ლუდი არ დალიო იცოდე იქ. აი მე კიდავლივ, გადანახული მაქვს გუშინდელი 2 ლიტრიანიდან მორჩენილი. ეგ დედამ გადააქცია ძილით, მაინც ანასტასია დალევს და არ უნდა. ჯე მე რატო არ დაგყავარ ფეხბურთზე? რა ფეხბურთი ომარიკო დაიხედა მუხლები რას გიგავს. გადატყავებული რო ამოდიხარ ყოველ დღე ეზოდან. ვასოს კიდე თითი რო აქ ხომე შეყოფილი ცხვირში, მაგაზე ეჩხუბება თურმე მწვრთნელი სულ. აუ ეგ მწვრთნელი ვიცი, საფეხბურთო კლუბის სანზონა. მაგრამ მან 2 მწვრთნელი და 2-ვეს გიორგი ქვია. რომელი ვიცი ეგ არ ვიცი. ვასო 1 წელია დადის და 2 გოლი აქვს მარტო გატანილი. 1 შემთხვევით და 1 მართალი. კაი, წავედი. ვასო მიდი, გაიტანე გოლი. გაიტანი. აუ რა ბანძი ბავშვი ხარა. კაი, ომარიკო 1 რეებს ეუბნები, კიდე ეგ უნდა. გაიგეცი ვასო, კედით მიიღე. ვაიმე, მართლა რა ბანძი ბავშვია რა. აუ რა გინდათ? And I go to sleep at 11 o'clock. აჰა, ყოჩა ომარიკო. დედა რა ლამაზიენა რა. კიდე უფრო ლამაზი იქნებოდა ყველა სიტყვა არასწორად რო არის თქვა. რა? მოდი მე და ამეთადნე ვერ გავიგებ. შენ სწავლობ ინგლისურ ფილოლოგიაზე თუ მე? ჩემ დროს აბა სკოლაში გერმანული ისწავლებოდა ხოლმე. ის კარგად ვიცოდი სხვათა შორის. Ein, zwei, drei, ხო? კაი, ომარიკო დაიწყე მიდი. ეს გაკვეთილია? My day. Every morning I wake up at 8 o'clock. My mom makes breakfast for me. Disaster. კატასტროფა, მისაყვანია ბავშვი ინგლისურზე. ხო, მივიყვან რა პრობლემაა. ვერ ხედავ ფულის ხემა ხომე და ვკრიფავ ყოველ დღე. აუ, ჩემი კლასელების ესე კითხულობენ და აქებს ხომე მასწავლებელი. ნუ იტყუები იხლა, გააგზელე მიდი. I go to school and I enter my class. Good job. აი ხედავ ინგა? ასე იხოცებიან ბავშვები პროფესიონალის ხელში. My favorite subject is English because I have a perfect teacher. მარტივია. ასე თუ შეგეძლო კითხვა რა დაგიმართა აბა წიყან? Are you kidding me? I don't know. აუ, გამოილია. Oh shit. ქალბატონო, ჩაბრძანდებით ამ გაჩერებაზე? არა, არ ჩავდივარ. კარგით, მაშინ ჩაგვეტარით, რა ჩვენ ჩავდივართ. აი მე რატო შეჭამეს ამ ბავშვებმა რა. აუ, ხლა მასიც ირასულზაო. კაი, ხლა არ კიდე სკანდალები რა ძლივს მოვედით. აუ, ხო სწორად მოვედით. კი, ეგა. ნუ ცუბიძის 68. აქა ნოვატორი და გამოვა ქალბატონი თეკლაც მალე. How are you, გოგოებო? სორი რა დავაგვიანი, რა ერთს ველაპარაკებოდით, რა.
აქაც თუ ვიღაც ტიპი გაიცანი საღოლ შენ. რავი, რაღაცა ვერ ვიცნობ ვერავის. მე მოიხადე, ტაქსისტის ქუდი რო გაფარია. კაი, ხო რაღაც პუნჩი მართალია. ვინ გაიცანი შენ? აი გამოვა ეხა და ნახავთ თქვენ თვითონ. ისეთ რაღაცებს მივყვებოდა თან გავიხიე სიცილით. მაგან თუ შენი სიცილი გაიგონა არ ამგონი ეხლა აქ გამოვიდეს. ავარიული გასასვლელით გავიდოდა. აუ რავი რობოტიკის ოთახთან იგდა და გამოვალო და. აუ რობოტიკის ოთახი ძალიან მაგარია სხვათა შორის რო იცოდეთ. ლეპტოპები, გაჯეტები, აიპედები, რობოტები ყველაფერი აქვთ. შენ უეჭველი რობოტი გაიცანი და გვაპარებ ეხლა. აბა თბილისში ახლა ის ბიჭი უცად შენ არ იცნობდა. კი გადახვიდოდი კიბორგებზე. არა ქალბატონი ნამდვილი ადამიანია. ისეთ საიდუმლოებებს მომიყარიც გაგებად დიდი ხანია მინდოდა. აი გამოვიდა. რა უნდა ამას აქ? გამარჯობა. ხო და ამ ჭიქით ჩვენ გაგვიმარჯოს, ვინც ახლა ამოკრძალებულ სუფრაზებს ხიდვართ. მე, შენ, თეკლა, რამაზიძია და კოტეძია. აუ საოცარი სადღეგრძელოებიც ხომ შენ თავს პიცაო, არ წრემლი მომადგება ხოლმე. ო და თქვენ გენაცვალეთ გოგოებო მარტო რო არ დაგტოვეთ და გვერდში რა მოგვიდექით დასალევათ. გვერდში დგომა ეხლა ნახეთ თქვენ. ორი ნაბიჯის აპლიკაციითმა გამოძახებული ძეხვები დასუსწრები მისაყოლებლად. აქციაში იყო წეღან ინგასავაცალი ბარათი. დაგროვილი ქულები დაუხარჯე და რო გამოვწერე მე კიდე დავაგროვე. ანა, ანჯეკით. ჩვენ მეზობელ გოგოებს გაუმარჯოს, რომლებიც ესე ღირსეულად ექცევიან თავის მეზობლებს. აფასებენ, მე დედას გებიცები ბიჭო. დედას გებიცები, მე ვფიქრობდი რომ ეს ჩვენიდან ატოვარი ვიღაცამ ხო უნდა გააგრძელოს მეთქი და ამათი ნაცვალოდ ჩემი თავი ამ გოგოების გაუმარჯოთ. სიგ დავმესწე. ო დედა. ო ეს უკვე აღარ მისიამო. რუსული ლაპარაკი არ იყოს ძალიან თუ თქვა გინდა რომ სიტუაცია აირიოს. ო, მე მაპატიეთ. ბიჭი, მოიცი აქეთ. გისმით. ანასტასია არ ახსატოს ვაო, დედას ვეწყვი. ომარიკო სანამ დედას ეთქვი, მიდი აგერ კურიერი მოვიდა, გამოართვის სოსები და ძეხვები და მოგვიტანე. გეფიცები ვერასოდი შენ მე რო ნახავ დერდიანსა და. გამარჯობა, ხმაურზე გვიფიქსირდება საჩივარი თქვენი მეზობლებისგან, შეწუხდნენ და უნდა დაიშალოთ ან ჯარიმას დაგიწერთ. აუ ზოგი მეზობელი რა მაგარი ნაკლია პროსტა. კარგი დავიშლებით ბატონო პოლიციელო. დიახ, დაიშალნენ. მადლობა პოლიციის ეკიპაჟს. ხო, ეხა მეორე რაც მინდოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოგზავნეთ ერთი. დაჭირდება ერთ ახალგაზრდა გოგონას, ჩემთან სახლში დიახ. ჩაიწერეთ მისამართი. მრავლობით დაბეჭდილობები ექნება და დალურჯებები. დიახ. გულითი ცხოვრი და იპოეგზა. წვების თანზე შენა და ჭირდება. ო ის სიმღერა როგორ დავივიწყო? ანასტასია, გინდა კარატესიდად ჩაგიტარო? გამიცელი სანამ მიხილები კიდე შეხრჩენია. იო. აი ამ წამს საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანი, გაიგე? აი მე გაჩერეთ კაცო რა მე ხადა თავი ნუჩხუბობთ. მოჭება შენი ნაწილი. და რა სიმღერაა ეს ამეგვია და კაცო დილიდან ისიც არ მახსოვს სად მოვისმინე. კარატეზე მიმიყვან, ბილეთებს ასწავლიან და ჩემი კლასელებიც დადიან თან. რა კარატე აიტეხე ხლა ვერ გავიგე, გაჩერდი ოღონდაც რა. ვაიმე, სხვათა შორის ჩემ ბავშვობაში ასწავლე და ჩემი მეზობლის კაცი კარატეს სოფელში, ხო? იაძიმა ხერხეულიძე. ხო, ცოლი ყავდა სხვათა შორის რაღაც ესეთი იაპონური შესახედაობის და იტყუებოდა თურმე მთელი ამდენი წელი რომ ჩემი ცოლი სამურაების შთამომავალია. რაღაცა ლომიძე აღმოჩნდა მერე ბოლოს ეგ. სხვათა შორის თიკო დადიოდა 3 წელი კარატეზე ბავშვობაში. ერთხელ თურმე 16 წლის რო იყო ვიღაცა კაცი აიკიდა ღამე. კორპუსებთან სახში როცა მიდიოდა. ამაკი ისეთი ლეთი ჩაუტარო რომ დილის კაცი იპოვეს დაგორებული კიბეებზე. გამხარი ფოთლები ჰქონდა მიყრილი ზედო. ხო არა, თავდაცვა აუცილებელია კაც გოგოებისთვის კიდე განსაკუთრებით. რა ვიცი უკვე ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მეც მინდა თავდაცვა და მაწარე რა კარატეზე თან სახთან ახლოს არის სკოლისკენ. და მე ანასტასიას მოვერევი ხოლმე. იო. მაგას კიდე ერთხელ გააკეთებ და თიკოს ნასწავლს სასიკვდილოებით ჩაგიტარებ, გაიგე? იო. აი ეს უკვე ბოლო წვითი იყო. მე დამჭერ. შენ დახშის თუ ხარ გიშველის. აუ გამი. იო. ნუ დაანგრიეთ კაცო სახლი რა ხდება? არაფერი. ჭკვიანად. ჯი რაღაცას გეტყვი, ხო დაიფიცე რომ არ მეჩხუბები. არ გეჩხუბები მითხარი მიდი. ეგრე არა, ვინმე დაიფიცე. აი მე ანასტასიას გეფიცები, თქვი. ჩეთოლი რომ მაგ ფიც გატეხავს, შენს გეჩხუბება და მე კიდე გატეხილი ფიცის გამო გავიტრუპები ავტომატურად.
თქვი ახლა შენ კიდე დააყენე საშველი. ჩვენი მეზობელი როა ლიზიკო ეგ მომწონს და საჩუქარი მიუტანე სახში. ვა, ლავსტორიც გაიჩითა. რა ჩუქი? რა დაყუთით რო გქონდა დანები და ჩანგლები ეგ რო არ ვიყენებდით. დედა, ჩემი ვერცხლის ნაბორი. დედა, გოგო თუ მოგწონს დანაჩანგლის სერვისი უნდა აჩუქო და გენერატორ შენ. მაინც არ ვიყენებდით და რაც გინდოდა. რა გამიგეთ. ანასტასიას მზითები იყო ეგ. რო გათხოვდება ვერ გავიგებ, ხელს არიალს ხوار გაუშვებ ოჯახიდან. კარგი ხანი ჯერ მე არ ვაპირებ ფერსად წასვლას. იგი ცოდეთ. ხო, ესმა ხო, მოურთმევია თქვენთვის დანაჩანგლის ნაბორი. მოგეწონათ, რატო არ მოგეწონებოდათ? კი, მადლობას ვეთყვი, აუცილებლად. ანასტასია, შემდეგ ძიცი რა მინდა ვაჩუქო? ჭიქები რო გაქვს, ხო იცი, შუშის 12 წელი რო აწყვია ყუთში. ეგ.